მათე სახარების განმარტება. თავი მეხუთე. გესმა რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ, არა კაც კლა, ხოლო რომელმან მოკლას თანამდებ არს სასჯელისა. რჯულმა დაადგინა არა კაც კლა, სახარებამ კი უმიზეზოდ არ განრისხდეო. ეს იმიტომ, რომ ჩვენი გულიდან ცოდვის ძირი ამოძირკოს, რადგან მრისხანებამ შეიძლება მკვლელობამდე მიიყვანოს ადამიანი. ვინც ალაგმავს მრისხანებას, ის რა თქმა უნდა არც ხელს აღმართავს. მკვლელობის ფესვი მრისხანებაა, ამიტომ ვინც ამოძირკვავს ფესვს, ის მოიკვეთს ყლორტებსაც, უფრო უკეთ არ დაუშვებს მათ აღმოცენებას. საინტერესოა, რატომ არ დაიწყო საუბარი რჯულში დადგენილი უპირველესი მცნებით. რამდენადაც ამ მცნებაში საუბარია ღმერთზე, მაცხოვარს ღიად უნდა დაემატებინა და შეევსო ეს მცნება თავისი ღმერთობის შესახებ. მაგრამ საამისო დრო ჯერ არ დამდგარა. თუკი მისი სწავლებისა და სასწაულების შემდეგ კიდევ ამბობდნენ, რომ მასში ეშმაკი იყო, როდესაც ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდა ნათქვამი თავისი საღვთო წარმომავლობის შესახებ, რას არ იტყოდნენ და მოიმოქმედებდნენ თავიდანვე, რომ რაიმე მსგავსის შესახებ დაეწყო საუბარი. თუკი მაცხოვრის მიერ ყოველდღიურად განსწავლულმა მოწაფეებმა, რომლებიც მის გამოუთქმელ სასწაულებს ხედავდნენ და თვითონაც მიიღეს მკვდართა გაცოცხლების ძალა, თუკი მათ ვერ დაიტიეს ქრისტეს ღმერთკაცობა მათზე სულიწმიდის გარდამოსვლამდე, მას უგუნური ხალხი, რომელთაც არ ჰქონდათ მინიჭებული განსაკუთრებული ძალა, როგორ არ აღელდებოდა და არ იფიქრებდა მაცხოვრის შესახებ, რომ იგი ღვთისმოწინააღმდეგე იყო და ღვთის პატივს ისაკუთრებდა. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ რომელი განურისხდეს ძმასა თვისა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა, და რომელმან რქვას ძმასა თვისა რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსვლად, და რომელმან რქვას ძმასა თვისა ცოფ, თანამდებ არს იგი გეენიასა მას ცეცხლისასა. რჯულის მდებელმა უთხრა ძველ ებრაელებს, არ მოკლა თანატომელი, ხოლო ვინც მოკლავს სამართალში მიეცეს, რათა მკვლელობის შესატყვისის სასჯელი მიიღოს. მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს. მან ამ სიტყვებით ყველანაირი მრისხანება კი არ გააუქმა, არამედ არადროული, რადგან დროული მრისხანება სასარგებლოა. არსებობს დროული მრისხანება ღვთისმცნებათა საპირისპიროდ მცხოვრებთა წინააღმდეგ, რითაც თავს კი არ ვიცავთ, არამედ გამოვხატავთ ძმათ მოყვარეობასა და პატივისცემას მათი სარგებლისთვის, ვისაც ცუდი ცხოვრების წესი აქვს. განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ, ანუ მრისხანებისას ნუ შეცდებითო სიბრაზის არასწორად გამოვლენის გამო. რატომაა, რომ უფალის სახარებაში გეენას უქვემდებარებს მას, ვინც ძმას შლეგს უწოდებს, ხოლო ძმისთვის რაკას მთქმელს სინედრიონის მსჯავრს, იმის მიუხედავად, რომ ამაზე მძიმე განმარისხებელი მიზეზებიც არსებობს. შლეგს უწოდებდნენ უღმერთო, ურწმუნო ადამიანს, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი, თქვა უგუნურმა თავის გულში, არ არის ღმერთი. ამიტომ ვინც ერთ მორწმუნე ძმას უღმერთოსა და კეფთაყვანისმცემელს უწოდებს, ან ერეტიკოსსა და ურწმუნოს, იმავე შლეგს ეძახის მას და სამართლიანად ექვემდებარება გეენიას. რაკა ებრაული სიტყვაა და ნიშნავს შენ. როდესაც ვინმეს ურისხდებიან და სიძულვილის გამო თითქოს არ მიიჩნევენ სახელის დაძახების ღირსად,
ანუ ასე მიმართავენ მას, როგორც არარაობას. ამიტომ ვინც ამბობს რაკა, ანუ მოძულებულო, არარაობავ, ის ცილს წამებს და რა თქმა უნდა, უფრო მსუბუქ სასჯელს იმსახურებს. უკვე თუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, პითარმეთ ძმა ისენი, გულძვირ რაიმე არს შენთვის. ვისაც საკუთარი ძმა არ უყვარს, მას არც ღმერთი უყვარს. ამიტომ ღმერთი სამართლიანად არ იწყნარებს ძმის დამამწუხნებელს, რადგან ამ უკანასკნელის უფლისკენ მიბრუნება სიყალბეა. მაცხოვარს არ უთქვამს თუ შენ ძვირს იზრახავ შენი ძმისთვისო, არამედ თუ შენი ძმა ძვირს იზრახავსო შენთვის. ასე იმიტომ თქვა, რომ შერიგების აუცილებლობაში მეტად დაერწმუნებინე. თუ ჩვენ არ შეგვიძლია სწრაფად შერიგება მასთან, მე არ ვიცი, შევწირავთ კი ღმერთს შესაწირავს ისე, როგორც საჭიროა. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შესწირე შესაწირავი შენი. ტაძრის სიღრმეში არსებულ სამსხვერპლოს შეუძლია დაგვეხმაროს, რათა სულიერად გავიაზროთ რწმენა, რომლის სახესაც ხილული სამსხვერპლო წარმოადგენს. რა სახის ცხვენიც არ უნდა მივართვათ უფალს, ეს იქნება წინასწარმეტყველება, სწავლება, ლოცვა, საგალობელი, ფსალმუნი თუ სხვა რომელიმე სულიერი ნიჭი. ღმერთი არ მიიღებს მას, თუ კი არ იქნება გამტკიცებული გულწრფელი რწმენით, რათა ჩვენ მიერ წარმოთქმული იყოს სუფთა და უმწიკლო. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრე მდეხარ მისთანა გზასა ზედა. ნუ უკვე მიქცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან მსახურსა და საპყრობილედ შევარდე. უფალი მომჩივანს უწოდებს მას, ვისაც განზრახული აქვს წაგვართვას ჩვენივე კუთვნილი. შევურიგდეთ თუ კი ვიცავთ მცნებას, რომელიც გვეუბნება, თუ ვინმე სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც და ამის მსგავსად მოვიქცეთ ყოველ საქმეში. ნუ იტყვი რა ვქნა თუ კი მჩაგრავენ, თუ კი მართმევენ ქონებას და თავს მახვევენ სასამართლოს. ქრისტე ასეთ შემთხვევაშიც გვიკრძალავს მტრობავს, გვართმევს რა ამის ყოველგვარ საბაბსა და წინაპირობას. რა კი ეს ბრძანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, შესაბამისად უფალი გვარწმუნებს მისი მითითებების შევასრულოთ არა მომავალ სიკეთეთა გამო, არამედ აწინდელი სარგებელისთვის, რომელსაც უმეტესად შეუძლია ალაგმოს უხეში ადამიანები, ვიდრე სამომავლო დაპირებებს. შენ ამბობ ის ჩემზე ძლიერია და მჩაგრავს, მაგრამ მეტ ზიანს ხომ არ მოგაყენებს, თუ კი არ შეურიგდები და გაიძულებენ საპყრობილეში წახვიდე. თუ შერიგდებით, დაუთმობ მამულს, მაგრამ სამაგიეროდ შენი სხეული თავისუფალი იქნება. ხოლო თუ განაჩენს გამოატანინებ მსაჯულს, შეგკრავენ და უსასტიკესად დაისჯები. თუ თავიდან აირიდებ ამგვარ ანგარიშწორებას, ორმაგად ისარგებლებ. ჯერ ერთი არ შეგხვდება არანაირი უსიამოვნება, მეორეც ეს უკვე იქნება შენი სათნოება და არა იძულების შედეგი. თუ არ გინდა ყურადიღო ჩემი დარიგებები, იმდენად მოწინააღმდეგეს კი არ ავნებ, რამდენადაც საკუთარ თავს. მართლაც არაფერი ისე არ არღვევს წესრიგს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც კეთილ საქმეთა დაყოვნებანი და მუდმივი გადავადებანი. ასეთი დაყოვნება ხშირად იქცევა იმის მიზეზად, რომ ჩვენ ყველაფერს მოვაკლდებით.
ამიტომაც, როგორც პავლე ამბობს, უწინარეს მზის ჩასვლისა აღკვეთე მტრობა. ქრისტე კი გვარიგებს, ვიდრე მსხვერპლს შესწირავ, ჯერ შეურიგდი, სანამ ერთადად გახართ გზას, ვიდრე ჯერ არ მისულხარ სამსჯავროს კარამდე. იმ დრომდე, ვიდრე არ მოხვედრილ ხარ სამსჯავროზე, საკუთარი თავის სრული ბატონ-პატრონი ხარ. მაგრამ როგორც კი გადააბიჯებ მის ზღურბს, უკვე სხვის ხელში ხარ და რამდენიც არ უნდა ეცადო, არ ძალგიც განაგო შენი თავი, როგორც გსურს. ამინ გეტყვი შენ, ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანასკნელი კოდრატი. უკანასკნელი კოდრანტის სახელწოდებით მიწიერ ცოდვებს აღნიშნავდნენ. სამყაროს მეოთხე და უკანასკნელი ნაწილიც ხომ მიწაა. ზეციდან დაწყებული მეორეა ჰაერი, მესამე წყალი და მეოთხე მიწა. ამიტომაც გამოთქმა, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრატს, უნდა გაიგო როგორც სანამ მიწიერ ცოდვებს არ გამოისყიდი. ცოდვილსაც ხომ ეს ესმოდა, მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი. გესმა რამე თუ ითქვა არა იმრუშო, ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისა. მაცხოვარმა დედაკაცების ცხერა კი არ აკრძალა, არამედ ვნებიანი შეხედვა. მას ამგვარი განზრახვა რომ ჰქონოდა, უბრალოდ იტყოდა, ვინც შეხედა ქალს, მაგრამ მან ასე არ თქვა, არამედ ვინც ნდომით შეხედა. იმიტომ კი არ მოგცა ღმერთმა თვალები, რომ მრუშობის იარაღა დააქციო, არამედ რათა მისი ქმნილებების შემხედვარე კეთილკრძალულებდე შემოქმედის წინაშე. როგორც შესაძლებელია მრისხანებდე უმიზეზოდ, ასევე შესაძლებელია უმზერდე უმიზეზოდ, ანუ სურვილით. სულიერი მებრძოლისა და მოღვაწის მთავარი ბრძოლა გულში სრულდება, სადაც იგი სატანას უსწორდება საკუთარი თავის სიძულვილით, საკუთარი სულის უარყოფით, მასზე მრისხანებით, მისი გაკიცხვით. აქ ეწინააღმდეგება იგი ჩვეულ სურვილებს, ეკამათება აზრებს, ებრძვის საკუთარ თავს. თუ კი გარეგნულად შენ სხეულს იცავ გახრწნისა და სიძვისაგან, ხოლო შინაგანად მრუშობ გონებაში, ღვთის წინაშეც მრუშობ. ამიტომ გარეგნულად ქალწულის სხეული სარგებელს ვერ მოგიტანს. უკვე თუ თვალი შენი მარჯვენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან. რამე თუ უმჯობეს არ შენ და რაითა წარწმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გვამი შენი შთავრდომად გეენიასა. და უკვე თუ მარჯვენე ხელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან. რამე თუ უმჯობეს არ შენ და რაითა წარწმდეს ერთი ასოთა შენთაგანი და არა ყოველი გვამი შენი შთავარდეს გეენიასა. ქრისტეს სხეულის ნაწილებზე რომ ეთქვა, მაშინ მხოლოდ ერთ თვალზე კი არ იტყოდა და თანაც მხოლოდ მარჯვენაზე, არამედ ორივეზე. რადგან ვინც ცდუნდება მარჯვენა თვალით, ის ცდუნდება მარცხენათიც. მაშ რატომ ახსენა მარჯვენა თვალი და მარჯვენა ხელი? რათა გვცოდნოდა, რომ იგულისხმებიან ადამიანები, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ ჩვენთან. თუ ვინმე ისე გიყვარს, რომ შენი მარჯვენა თვალივით გეიმედება, ან შენი მარჯვენა ხელივით შეგეწევა, მაგრამ თუ შენ სულს რყნის, ასეთი ადამიანიც კი მოიკვეთე. არ უთქვამს მოსცილდი, არამედ აღმოითხარე და გადააგდე. ეს ამძაფრებს გამოთქმას, რათა გიჩვენოს მისგან სრული განცალკევების აუცილებლობა.
ეს ხომ სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ხშირად სრულიად სამართლიანად ჩვენს ნაწილად აღვიქვამთ და ძლიერ გვიყვარს. ჩვენ მას შეგვიძლია ვუწოდოთ მრჩეველი, რადგანაც ისაა გზის მაჩვენებელი თვალი. მათ შორის საღვთო საქმეებშიც, როგორც მარჯვენა. მარცხენა კი მართალია თავაზიანი მრჩეველია, მაგრამ მიწიერ საქმეებში, სხეულის საჭიროებებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მას შევყავართ ცდუნებაში, რასაც მარჯვენა თვალის შემთხვევაშიც ვერ გავექცევით. საღვთო საკითხებშიც შევყავართ ცდუნებაში მრჩეველს, თუ კი ცდილობს რელიგიისა და სწავლების სახელით რაიმე სახის დამღუპელ ერესში ჩვენს ჩათრევას. ამიტომაც, როგორც მარჯვენა ხელი აღიქმება საღვთო საქმეებში თავაზიან დამხმარედ და შემსრულებლად, ასევე მარცხენა ხელი აღიქმება ამქვეყნიურ და სხეულისთვის აუცილებელ საქმეებად. თქმულ არს რამე თუ რომელმან განუტეოს ცოლითვისი, მიეცინ მას განსატევებელი. რჯულის კანონის მიხედვით, ქმარი, რომელსაც განქორწინება სურდა, ცოლს აძლევდა განქორწინების წერილობით მოწმობას, რომლის მიხედვითაც იგი ნამდვილად იყო მისი ცოლი, მაგრამ ამჟამად გარკვეული მიზეზის გამო ქმარი მას სახლიდან უშვებდა. განქორწინების მიზეზი მრავალგვარი იყო და ამ უფლებით მხოლოდ ქმარი სარგებლობდა. მას შეეძლო ცოლი გაეშვა მაშინ, როდესაც ამას მოისურვებდა. საამისოდ საკმარისი იყო უბრალო მიზეზიც, რითაც არ არღვევდა მოსეს რჯულს. ამ დროს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. სხვა შემთხვევაში მაცხოვარი ამბობს, რომ აღნიშნული კანონი იუდეველებს მათი გულქვაობის გამო მიეცათ. ღმერთმა შექმნა რა მამაკაცი და დედაკაცი, ისინი სამუდამოდ შეაუღლა და აკურთხა ქორწინება, მაგრამ დროთა განმავლობაში ებრაელთა ზნე იმდენად შეიცვალა, რომ მათი გულქვაობის გამო რჯულმა დაუშვა განქორწინების შესაძლებლობა განქორწინების წერილობითი მოწმობის პირობით, რათა ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმებულიყო უგულისხმო და მკაცრი ქმრების გამო. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლითვისი, თვინიერ სიტყვისა, სიძვისა, მან ამრუშა იგი, და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა. მართალია რჯული ყველანაირი მიზეზით უშვებს განქორწინების შესაძლებლობას, მაგრამ ქრისტე არა ყოველი მიზეზის გამო, არამედ ნებას გვაძლევს გავშორდეთ მხოლოდ მრუშს, სხვა დანარჩენი კი კეთილგონივრულად გადავიტანოთ. მრუში არის გამონაკლისი. რამდენადაც ეს ცოდვა თავისთავად არყევს ცოლისა და ქმრის ერთობას, რომელიც ღმერთმა დაადგინა. ვინც გაშვებულ შეირთავს, ისიც მრუშობს, რადგან რომ არ მიეღო, შესაძლოა უკან დაბრუნებულიყო და ქმარს დამორჩილებოდა. კვალად გესმა რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ, არა ცილი ფუცო, არამედ მისცე უფალსა, ფიცი შენი. თუ კი აღთქმას დადებ შენი ღმერთის წინაშე, დაუყოვნებლივ უნდა შეასრულო ის. ქრისტეს ეს სიტყვებიც ცხადია გამოხატავს იმას, რასაც რჯული, ნუ დაიფიცებ ფუჭად, დაიფიცე ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, და თუ კი დაიფიცებ, ნუ გატეხ მას, არამედ დაუყოვნებლივ შეასრულე იგი. ეს ნიშნავს დაფიცებისას უნდა თქვა ჭეშმარიტება და ფიცით აღთქმული უნდა შეასრულო. ფიცი ეს არის ჭეშმარიტების საზეიმო დამოწმება ღმერთის სახელით. ამასთან თავისთავად იგულისხმება, რომ ღმერთი დამფიცებელს პასუხს მოსთხოვს, თუ კი სიცრუის დასამოწმებლად დაიფიცებს,
რადგან ცრუ ფიცით ღმერთის სახელი დაიგმობა. ხოლო მე გეტყვი თქვენ, არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამე თუ საყდარი არს ღმრთისაი, ნუცა ქვეყანასა, რამე თუ კვარცხბეკი არს ფერხთა მისთა, ნუცა იერუსალიმსა, რამე თუ ქალაქი არს მეუფისა დიდისა. აგვეკრძალა ცისა და მიწის დაფიცება, რომ ქმნილს არ მივაგოთ ზედმეტი პატივი და არ გავაღმერთოთ. იერუსალიმი დიდი მეუფის ღმერთის ქალაქია, ღმერთისა, რომელიც ნამდვილი მეუფეა, როგორც მთელი დედამიწისა, ისე განსაკუთრებით ებრაულ სამეფოთა, რომელთა მთავარი ქალაქიც იერუსალიმია. იქ აღმართული იყო ერთადერთი ტაძარი მსოფლიოში, სადაც ჭეშმარიტი ღვთისმსახურება სრულდებოდა. ნუცა თავსა შენსა ფუცავ, რამე თუ ვერ ძალგიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად, გინა დაშავებად. არ დაიფიცო ყველაზე უმნიშვნელო და იოლიც კი, ანუ საკუთარი თავი, რომ უფრო დიდი არ დაიფიცო მომავალში. მეორე მხრივ შენც ღმრთის შენაძენი ხარ. ამ შემთხვევაშიც ღმერთის დაფიცება გამოდის, რომლის ძალაუფლების ქვეშაც იმყოფები. მართალია შენი თავი შენ გეკუთვნის, მაგრამ ის არაა შენი შექმნილი, რაზეც მოწმობს თუნდაც ის, რომ არ შეგიძლია საკუთარი თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავება. არამედ იყავნ სიტყვაი თქვენი ჰე და არაი არა, ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს. ფიცის აკრძალვისას მაცხოვარი ცხადია არ გულისხმობს საზოგადოებრივ თუ კერძო ცხოვრებაში აუცილებელი კანონიერი ფიცის დადების წესს. თავად მან დაადგინა ფიცი სასამართლოში, როდესაც მღვდელმთავრის სიტყვებზე გაფიცებ ცოცხალ ღმერთს უპასუხა შენს თქვი, რადგანაც ებრაელთა სასამართლოზე, როდესაც წარმოითქმებოდა ფიცის ფორმულა, მსჯავრდებული ითავისებდა მას სიტყვებით ამინ იყოს შენი ნათქვამისამებრ. თუ კი სიტყვა სიმართლეს არ გამოხატავს და სიტყვა საქმეებით ბათილდება, მაშინ ჰო აღმოჩნდება არა, ხოლო არა კი ხო. მივიღებთ ეშმაკისეულ სიცრუეს, რადგან სიცრუე არის ბოროტისგან, რომელიც არის სიცრუის მამა. ტყუილის მთქმელი კი მისი ახლობელი, მისი შვილობილი ხდება და არა აქვს მას წილი ჭეშმარიტების სულთან და არ შეუძლია იყოს ქრისტეს სხეულის ნაწილი. გესმა რამე თუ თქმულ არს, თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ. დაჟჯის საზომად რჯული თანაბარ ტანჯვას გულისხმობს და დაჩაგრულს ნებას რთავს ჩაიდინოს ისეთივე ბოროტება, რომლის დათმენაც თავად მოუხდა, რათა მსგავსის დათმენის შიშით ცოდვა შეაჩეროს. ყველა აკეთებდა იმას, რაშიც მსჯავრსდებდა გამაწბილებელს, მაგრამ ეს არ იყო ცუდი საქმეების დასასრული, არამედ იწვევდა ახალ, გაცილებით საშინელ გაგრძელებას. შურისძიება არ ემსახურებოდა დასრულებას, არამედ ახალი უბედურებების დაწყებას. იმას, რაც რჯულის მდებელმა ცოდვის შესაკავებლად ჩადო რჯულში, ცოდვის მიზეზად ხდიდნენ. ამგვარად, მაშინ როდესაც ამდენი ბოროტება იშვა, სახარებამ თითქოს ცეცხლი ჩააქრო, შეაკავა ბოროტების გავრცელება. მას ვინც თქვა თვალი თვალის წილ, მეორე თვალის მოსპობა კი არ სურდა, არამედ ორივეს შენარჩუნება. უფალი არ ამბობს, რომ შეურაცხმყოფელი დაუსჯელი დარჩება, არამედ მხოლოდ არ განებებს, რომ შენ თვითონ დასაჯო ის. ამგვარად შიშის ზარსცემს იმასაც, ვინც დაარტყა, თუ კი იგი განაგრძობს მრისხანებას და ანუგეშებს იმასაც,
ვინც მიიღო ეს დარტყმა. ხოლო მე გეტყვი თქვენ, არა წინააღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმა ქცეს შენ ყვრიმალსა შენსა მარჯვენესა, მიუყარ მას ერთ კერძოიცა. ქრისტემ გვასწავლა, რომ ადამიანმა ეშმაკის წაქეზებით გადაწყვიტა ბოროტება და მტანჯველის წინააღმდეგ აგზნებულმა დაზარალებულის მრისხანება მასზე გადაიტანა. და რა არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ეშმაკს? რა თქმა უნდა კი, მაგრამ არა ძმაზე შურის ძიებით. სწორედ ამგვარი წინააღმდეგობა აგვიკრძალა და მოგვიწოდა მოთმინებისა და სულგრძელობისკენ. არ შეგიძლია ასე ცხოვრება, არი დარდო. ვინც ეს მცნება დაგვიდო, ის არის ჩვენი შემოქმედი და ჩვენზე მსრუნველი. როდესაც სრული რწმენით მთელი გულით ისურვებ ისე იცხოვრო, რომ არ შეეწინააღმდეგო ბოროტებას, მაშინ ღმერთი ისე მოაწყობს შენს ცხოვრებას, რომ ის იქნება შენთვის არა მხოლოდ გასაძლები, არამედ ბედნიერების მომნიჭებელიც კი. ისეც ხდება, რომ წინააღმდეგობა კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს მოწინააღმდეგეს და აღძრავს ახალ-ახალ უსიამოვნებათა მოსაყენებლად. დათმობა კი განაიარაღებს მას და ამდაბლებს. ასე რომ დაითმინე გულისწყრომის პირველი იერიში და შემდეგ ადამიანები შეინანებენ და დაგანებებენ თავს. წინააღმდეგობა და შურისგება აღვივებს ბოროტებას, რაც ერთი ადამიანიდან ოჯახს, შემდეგ კი თაობებს გადაეცემა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კვართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. მაცხოვარს სურს, რომ ურისხველობა გამოვიჩინოთ არა მხოლოდ ცემისას, არამედ მაშინაც, როდესაც ჩვენთვის ქონების წართმევას ცდილობენ. ამიტომ გვთავაზობს კვლავ ასეთივე ამაღლებულ კანონს. ადამი შიშველი იყო სამოთხეში და არ ცხვენოდა. ესაიაც ტანშიშველი უფეხსაცმლოდ დადიოდა, მაგრამ ყველა იუდეველზე წარჩინებული იყო. ასეთი გაშიშვლება ოდნავადაც არ არის საზიანო, მაგრამ სასირცხვილო და სასაცილოა ისეთი ჩაცმულობა, როგორიც ჩვენ ამჟამად გვაქვს, ანუ ძვირფასი ტანსაცმელი. ასე რომ ნუ ჩავთვლით შეუძლებლად უფლის მოთხოვნებს. მათ სარგებელიც მოაქვთ და შესასრულებლადაც სავსებით მოსახერხებელია, თუ რა თქმა უნდა ვიფხიზლებთ. ეს მცნებები იმდენად მაცხოვნებელია, რომ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენს შეურაცხმყოფელთათვისაც კი უდიდესი სარგებლის მომტანია. მათი განსაკუთრებული ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ გვარწმუნებს შეურაცხყოფის დათმენის სარგებლობაში, ამით შეურაცხმყოფელებსაც განსწავლის სიბრძნის მოყვარეობაში. და მართლაც, როცა შეურაცხმყოფელი მნიშვნელოვნად ჩათვლის სხვისი ქონების მიტაცებას, შენ კი სინამდვილეში აჩვენებ მას, რომ შენთვის იოლია იმისი მიცემაც კი, რასაც თვითონ არ ითხოვს, და ამგვარად მის უბადრუკობასა და სახმართ მოყვარეობას დაუპირისპირებ შენს გულუხვობასა და სიბრძნეს, მაშინ წარმოიდგინე, რაოდენ ძლიერ შეგონებას მიიღებს იგი, არა სიტყვებით, არამედ საქმით, რომ უნდა შეიძულოს ბოროტი მიდრეკილებანი და შეიყვაროს სათნოებანი. ღმერთს ნებავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავს ვარგოთ, არამედ ყველა მოყვას. ამდენად თუ კი შენ გასცემ, რასაც გთხოვენ კამათისა და სასამართლოს გარეშე, მაშინ მხოლოდ შენთვის მოიპოვებ სარგებელს. ხოლო თუ კი იმაზე მეც ვისცემ, ვიდრე ითხოვენ, მაშინ მეტოქესაც უკეთეს გაუშვებ შენგან. აი რას ნიშნავს ის მარილი, რომლის მსგავსნით სურს მაცხოვარს იხილოს თავისი მოწაფეები. იგი თავის თავსაც იცავს და სხვათა სხეულებსაც ინახავს, მისგან დამარილებულებს.
აი რას ნიშნავს ის ნათელიც. იგი თავისთვისაც ანათებს და სხვებისთვისაც. ასე რომ, რადგანაც უფალმა შენც თავის მოწაფეთა რიგში დაგაყენა, ამიტომ გაანათლე სიბნელეში მჯდომი. ასწავლე მას, რომ მან ისიც, რასაც შენგან მოითხოვდა, უძალადოდ წაიღოს. დაარწმუნე, რომ შენ შეურაცხყოფილად არ გრძნობ თავს. ამგვარად თავადაც დაიმსახურებ მეტ პატივისცემასა და მოწიწებას, როცა მას დაარწმუნებ, რომ არაფერი წაურთმევია შენთვის, არამედ თავად აჩუქე. შენი სიმშვიდით მისი ცოდვა შენი კეთილშობილების გამოვლინების მიზეზად მოაქციე. თუ კი შენ ეს ძალიან ამაღლებულად გეჩვენება, მაშინ მოიცადე, ნახავ კიდევ, რომ ეს არ არის უმაღლესი სრულყოფილების ზღვარი. და რომელი წარგიქცევდეს შენ 1,000,000, მივლე მისთანა 2-ცა. აქ გამოყენებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ბრძანებათა გაგზავნის აღმოსავლური, სახელდობრ პალესტინასა და დასავლეთში სპარსეთიდან გავრცელებული ჩვეულების სახე. კერძოდ, კიროსის დროიდან მოყოლებული დადგენილი იყო, რომ მალე მსრბოლები, რომელთაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები გადაჰქონდათ, უფლებამოსილნი იყვნენ, რომ სადგურიდან სადგურამდე მოეთხოვათ თანმხლები, ხოლო თუ კი ვინმე შეეწინააღმდეგებოდა, შეეძლოთ მათი იძულებით წაყვანაც. კერძო შემთხვევები აქ განზოგადებულია და იგულისხმება ყველანაირი ძალადობა და იძულება. ზოგადი აზრი კი ასეთია: თუ კი ვინმე შენგან უსამართლოდ და იძულებით მსახურებას მოითხოვს, მოემსახურე ორმაგად. უფალი გვაიძულებს მისივე მცნებების დაცვით 1 მილის გავლას. ჩვენც უნდა შევისმინოთ მისი მითითება და გავიაროთ 2 მილი. ანუ გულისხმიერად მოვეკიდოთ მის მცნებას და ჩვენივე საქმეებით დავამატოთ კიდევ 1 მილის გზა. და რომელი გთხოვდეს შენ მიეც და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე მიიქცევი. მოციქულთა საქმეებიდან იმ ადამიანთა მაგალითზე, რომლებმაც მიაღწიეს ღვთისმოსაობას, ჩვენ ვსწავლობთ თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ბევრი საჭიროების მიღმა ითხოვდა ვაჭრობისა და თავაშვებულობის მიზნით. ამიტომ თანხა მას უნდა განეკარგა, ვინც გაჭირვებულებზე ზრუნვის ნდობით სარგებლობდა, რათა სახსრები გონივრულად და მზრუნველობით გადანაწილებულიყო თითოეული საჭიროების და მიხედვით. გულუხ ქველმოქმედებას ყველასთვის როდი მოაქვს სარგებელი. ქალების მოსატყუებლად ნაღვლიან სიმღერებს რომ წერენ, ან დასახიჩრებულ სხეულსა და ხორციელ ჭრილობებს რომ აჩვენებენ მომხვეჭელობის მიზნით, მათთვის გაცემული დახმარება ხომ ბოროტებას მოხმარდება. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელო წყალობითაც უნდა დაკმაყოფილდეს მათი სათხოვარი. თანაგრძნობა და ძმური სიყვარული კი მათ მიმართ უნდა გამოვლინდეს, ვინც მოთმინებით იტანს გასაჭირს. როდესაც ღატაკი გთხოვს, სესხულობს შენგან და მიგითითებს მდიდარზე, რომელიც ამ სესხს ზეცაში დაგიბრუნებს. ღარიბ ღატაკის გამკითხავი სესხს აძლევს უფალს, თავმდები კი ცათა სასუფეველია. შენ ჩივი რომ ფრიად დამწუხრებული ხარ უპოვარების გამო, რადგან არაფერი გაქვს გაჭირვებულისთვის მისაცემი. მე კი გეტყვი, რომ ეს მცნება სულაც არ ითხოვს მაინც და მაინც ფულის გაცემას. სულში მოიპოვება ვერ შესაქები ჭურჭელი და ქონება. სწორედ მათ გულუხვად გაცემას გთხოვ. ესენია გაღიზიანება, სიჯიუტე, შური, ფუჭსიტყვაობა, პატივმოყვარეობა, აღშფოთება, მედიდურობა, მრავალსიტყვაობა, სისასტიკე, პირფერობა, ცნობის მოყვარეობა და ურჩობა.
გესმა რამე თუ თქმულ არს, შეიყვარო მოყვასი შენი და მოიძულო მტერი შენი. მოყვასი ეს არის ჩვენთვის სულიერად ახლობელი ადამიანი, ხოლო ქრისტიანული სიყვარულის თვალსაზრისით ეს არის ყოველი ადამიანი. აქედან გამომდინარე გიყვარდეს მოყვასი შენი, გულისხმობს ნებისმიერი ადამიანის სიყვარულს. გძულდეს მტერი შენი, ვერ ხვდებით ვერც მოსეს ღვთივბოძებულ რჯულში და ვერც წინასწარმეტყველთა წიგნებში. ეს მცნება იუდეველებმა როგორც ჩანს მიიღეს წინა მცნებისგან, რომელიც მოყვასის სიყვარულს ეხება, გიყვარდეს მოყვასი შენი. მათ მოყვასში მხოლოდ ნათესავები და მეგობრები იგულისხმეს და მზაკრულად დაასკვნეს, რომ თუ კი მოყვასი ანუ მეგობარი უნდა გიყვარდეს, მაშინ მტერი უნდა გძულდეს. ყოველგვარი სათნოების გვირგვინი და მწვერვალი ეს არის მტრებისთვის მსახურება, ხოლო ამის შედეგი მათი სიყვარული. ოღონდ არა როგორც მტრებისა, არამედ როგორც ადამიანებისა. და ამის შედეგია არა მხოლოდ მათი სიყვარული, არამედ მათთვის ლოცვაც. ამას მოსდევს სხვა დანარჩენი, მაწევართა დალოცვა, მოძულეთათვის ქველმოქმედება და სხვა. ასეთია სრულყოფილი სიყვარულის მახასიათებლები. შეხედე ამ დიდებული სათნოების ჯილდოც, რომ ყველაზე დიდია. რამდენადაც საქციელია დიდი, ჯილდოც ასეთივეა, რის შესახებაც ნათქვამია, მას იყავით თქვენ სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი. ხოლო მე გეტყვი თქვენ, გიყვარდეთ მტერნი თქვენი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გძლავრობდნენ თქვენ და გდევნიდნენ თქვენ. ღმერთი გვიბრძანებს მტრის სიყვარულს და ამის მიუხედავად ღმერთს მაინც მტრის სიკვდილს სთხოვენ. ასე რომ ვინც ასე ლოცულობს, ის საკუთარი ლოცვით შემოქმედს ებრძვის. ამიტომაც არის ნათქვამი იუდაზე, მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს. ამიტომ ჭეშმარიტება გვეუბნება, როდესაც ლოცვად დგახარ, მიუტევეთ ვინც რა შეგცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოს თქვენ შეცოდებანი. რატომ მოგვეცა ეს მცნება? რათა გავთავისუფლდეთ სიძულვილისგან, მრისხანებისგან, ავმეხსიერებისგან და გავხდეთ ღირსნის სრულყოფილი სიყვარულის მოხვეჭისა, რომელიც შეუძლებელია ჰქონდეს მას, ვისაც ყველა ადამიანი თანაბრად არ ეყვარება ღმერთის მსგავსად, რომელსაც ყველა თანაბრად უყვარს და უნდა რომ ყველა კაცი ცხონდეს და შეიმეცნოს ჭეშმარიტება. რაითა იყვნეთ თქვენ შვილ მამისა თქვენისა ზეცათაისა, რამე თუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა. ქრისტე გვიხსნის თუ რაში მდგომარეობს ღმერთის მსგავსება. იგი ამბობს თავისი მზე ამოყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც. ანუ ღმერთს არამც თუ არ სძულს მისი შეურაცხყოფელნი, არამედ კარგადაც კი ექცევა მათ. რა თქმა უნდა, აქ არანაირად არ იგულისხმება თანასწორობა. შენ შეურაცხყოფ შენი ტოლი, მას კი მონა, თანაც ისეთი, ვინც მისთვის ურიცხვი სიკეთე მიიღო. შენ როდესაც მტრისთვის ლოცულობ, მხოლოდ სიტყვებით მიაგებ მას სიკეთეს. ის კი ფრიად დიდი და საოცარი საქმეებით ამოყავს მზე და განსაზღვრულ დროს უგზავნის წვიმას. ასე რომ ნუ შეიძულებ იმ კაცს, ვინც ცუდად გექცევა, როდესაც მისი მეშვეობით სიკეთეს იხვეჭ და დიდ პატივს აღწევ. ნუ დაწყევლი მას, ვინც გაწყენინა, თორემ შეურაცხყოფას მოიწევ, ნაყოფს კი დაკარგავ, ზიანს მიიღებ, ჯილდოს კი ვერა.
ეს კი უკიდურესი უგუნურებაა, უძნელესი შეძლო, უადვილესი კი ვერ აიტანო. მაგრამ ნუ თუ ეს შესაძლებელია, იკითხავ შენ. მშვენივრად ხედავ, რომ ღმერთი შენთვის განკაცდა, თავი დაიმდაბლა და უამრავი ტანჯვა გადაიტანა შენთვის. ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ კითხულობ და გიკვირს, თუ როგორ უნდა აპატიო შეურაცხყოფა შენს თანასწორს. არ გესმის, რას ამბობს იგი, ჯვარზე გაკრული. მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას ჩადიან. არ გესმის, რას ამბობს პავლე. ის, ვინც ზეცაშია და მჯდომარეა ღმრთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. ვერ ხედავ, რომ უფალმა ჯვარცმისა და ზეცად ამაღლების შემდეგ მის მკვლელ იუდეველებს მოციქულები გაუგზავნა, რომლებმაც მათ ურიცხვი სიკეთე მიაგეს, პასუხად კი ურიცხვი ბოროტება მიიღეს. ძალიანაც რომ იყო შეურაცხყოფილი, სწორედ მაშინ უფრო უნდა გააკეთოს სიკეთე საკუთარი თავისთვის ბრწყინვალე გვირგვინი რომ მოიპოვო. როცა ავადმყოფები უგუნურებაში არიან, თავიანთ მკურნალებს ურტყამენ და შეურაცხყოფენ. ეს უკანასკნელნი კი ამ დროს უმეტესად იბრალებენ და მათ განკურნებას ლამობენ, რადგან იციან, რომ თავხედობა გაძლიერებული ავადმყოფობის ბრალია. შენც მსგავსად ამისა, იქონიე ასეთი სულიერი განწყობა შენ და მე ბოროტ მზრახველთა მიმართ და ამგვარადვე მოექეცი შენ შეურაცხმყოფელს, რადგან ისინი ავადმყოფები არიან და ყველაფერს უნებლიეთ აკეთებენ. ამრიგად გაათავისუფლე შენი ძმა მძიმე ამპარტავნებისგან. როცა ეშმაკეულებს ვხედავთ, ცრემლებს ვღრით და სულ არ ვფიქრობთ, რომ მათ მსგავსად მოვიქცეთ. განრისხებულ ადამიანებთანაც ასე მოვიქცეთ, რადგან ისინიც ეშმაკეულებს გვანან, ან მათზე უბედურებიც კი არიან, რადგან თუმცა ეშმაკეულობენ, მაგრამ გონი ჯერ არ დაუკარგავთ. ამიტომ მათ სიცოფეს გამართლება არა აქვს. უკვე თუ გიყვარდენ მოყვარენი ხოლო თქვენი, რა ისასყიდელი გაქვს, რამე თუ მეზვერეთაცა ეგრეთვე ყვიან. იმ დროს იუდეა რომის პროვინცია იყო. იუდეველები სიძულვილით და უკმაყოფილებით უხდიდნენ რომაელებს გადასახადებს, ხოლო ეს სიძულვილი და უკმაყოფილება ხშირად გადასახადის ამკრეფებს მიემართებოდა. მით უფრო თუ მათ შორის ზოგჯერ ებრაული წარმოშობის მებაჟეებიც იყვნენ. ანგარებიანები, უზნეონი, რომელთაც ებრაელები ბოროტი ადამიანების, ქურდების, მრუშებისა და გამოუსწორებელ ურჯულოთა რიგს მიაკუთვნებდნენ. ამგვარად, რისი ღირსნი ვიქნებით ჩვენ, ვისაც გვებრძანა მოშურნეობით ვეცადოთ და დავემსგავსოთ ღმერთს. ეს მაშინ, როდესაც შეიძლება ჯერ მეზვერესაც არ დავმსგავსებივართ. რომელ სასჯელს ავიცდენთ, თუ კი წარმართებზე ნაკლებნი ვართ. ეს მაშინ, როდესაც მწიგნობრებსაც უნდა აღვემატებოდეთ. მითხარი, როგორ უნდა ვიხილოთ სასუფეველი, როგორღა შევალთ მის წმინდა კარიბჭეში, როდესაც მეზვერეზე უკეთესნი არ ვართ. სწორედ ამაზე მიუთითებს მაცხოვარი, როდესაც ამბობს, განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც. ქრისტეს სწავლებაში, რაც განსაკუთრებით საკვირველია, არის ის, რომ იგი ღვაწლისთვის ურიცხვ ჯილდოს თავაზობს. მოსაგრეებს პირდება, რომ ღმერთსაც იხილავენ და ზეციურ სასუფეველსაც დაიმკვიდრებენ. მაგრამ თუ სადმე საჭირო იყო მოსალოდნელი მწუხარების შეხსენება, მაშინ იქ ამის შესახებ მოკლედ საუბრობს, ასე მაგალითად, სიტყვა გეენა ესოდენ ხანგრძლივ საუბარში მან მხოლოდ ერთხელ ახსენა. მსმენელის გამოსწორებას მშვიდი შეგონებით ცდილობს, მოძღვრავს და ასე არწმუნებს, ვიდრე მუქარით. იმათ შესაგონებლად, ვისაც გონება აქვს, არ არის საჭირო სასჯელის შეხსენება.
საკმარისია მხოლოდ ცოდვის სიმძიმის წარმოჩენა. ამ შემთხვევაშიც უფალი თავის მოწაფეებს მაგალითის სახით წარმოუდგენს წარმართებსა და მეზვერეებს, რათა მათ შერცხვეთ თუ როგორ ადამიანებს ადარებენ. და უკვე თუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქვენთა, რასა უმეტეს იქმთ, ანუ არა მეზვერეთაცა ეგრეთვე ყვიანა. აქ ერთის სახელის ცოდვილების ქვეშ მოიაზრებს წარმართებს, როგორც მის მიერ მოუხმობელთ და მათაც, ვინც მისი სახარების მიხედვით არ ცხოვრობს. უფალი გვასწავლის, რომ ვერანაირ სარგებელს ვერ მოგვიტანს ქრისტიანის წოდება, თუკი ჩვენი საქმეები წარმართთაგან არ განგვასხვავებს. თქვენ, ვინც ჩემები ხართ, ჩემგან გექნებათ მადლი, თუკი ჩემს მცნებებს დაიცავთ. თუკი თქვენ ცოდვილთა საქმეებს აღასრულებთ და იმაზე მეც არა, გიყვარდეთ თქვენი მყარებელნი, კეთილს მიაგებთ მას, ვინც თავად კეთილად გეპყრობათ, ეს კადნიერებას ვერ შეგძენთ ჩემს წინაშე. ამას იმიტომ როდი ამბობს, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ მათი შეყვარება, ვისაც თავადაც ისინი უყვარს, არც იმას, რომ სიკეთე არ უყონ კეთილის მყოფლთ, ან აღარ გაასესხონ, არამედ იმის ჩვენება სურს, რომ ყოველი ეს საქმე ჯილდოს გარეშე დარჩება. ასეთი საქმეები აქვე იღებენ გასამრჯელოს და სულისთვის მადლს ვერ მოიხვეჭენ, ვერ წმენდენ იმ სისაძაგლისგან, რაც ცოდვას მოაქვს. ამრიგად ეს საქმეები ვერ მოუტანს სულ სარგებელს, ვერც მადლს მარადიული ჯილდოსთვის. ისინი მით სიყვარულს სიყვარულით არ უპასუხებენ და გულს წყვეტენ თავიანთ მოყვარულებს, მეზვერეებსა და ცოდვილებზე უარესნი არიან. იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. ეს სიტყვები გვაუწყებს ცოდვისგან სრულ განწმენდას, სამარცხვინოვნებებისგან გათავისუფლებას და უმაღლეს სათნოებათა გათავისებას, ანუ საღვთო სულთან ზიარებით გულის განწმენდასა და განათლებას, რაც სრულდება სიყვარულითა და რწმენით ღმერთს შეწირულ სულში. ჭეშმარიტების ამ სრულყოფილ მიზანს სულიწმინდა დავითის მეშვეობით აჩვენებს. სულიწმინდა ასწავლის ეძებოს ის ღმერთთან და სწამდეს, რომ ვისაც წყურია ეს მიზანი, სინათლის ძეებად იწოდებიან და სიცოცხლის მემკვიდრეები ხდებიან. ღვთის სიმართლე კაცობრიობას ღვთისავე მოწყალებაში განეცხადა და უბრძანა დამსგავსებოდა ღმერთს სრულყოფილი მოწყალებით და არა სხვა რომელიმე სათნოებით. მოწყალება არავის განიკითხავს, უყვარს მტრები, ადამიანს ღვთის მსგავსად აქცევს. ამგვარი მდგომარეობა ისევ და ისევ ნეტარებაა. მოწყალებით სავსე გულს არ შეუძლია იქონიოს ბოროტის რახვები, მისი ყოველი აზრი კეთილია.